მოკლედ ერენ გეყოფა დასვენებად რო რამეზე გააკეთო ვიდეო. ესე იგი, არხზე ახალი რაღაცის შემოღებას ვაპირებ. პირველი არის ის, რომ ახალი ვიდეო არ დაიდება სანამ 1000 ნახვა არ აგროვდება წინა ვიდეოზე და მეორე ის, რომ თუ გინდათ რომ ნარუტოზე ვიდეო გავაკეთო, 500 ლაიქი უნდა აგროვოთ. კი ვიცი რომ ბევრია, მაგრამ ნარუტოც არაა ჩემი საყვარელი თემა და შესაბამისად мотиваცია მჭირდება. დღეს ვისაუბრებ ანიმეებზე, რომლებიც ვნახე ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში და რომლებსაც ახლა ვუყურებ. დიდი ალბათობით სუპერ საინტერესო არ იქნება, მაგრამ ერთგული მაყურებელი დარწმუნებული ვარ ბოლომდე ნახავს აი ამ ვიდეოს. ახლა კი მოდი რენდომ კომენტარს დავუთმოთ ცოტაოდენი დრო. წინა ვიდეოში არ ყოფილა რენდომ კომენტარი, ამიტომაც ახლა ორი იქნება წინა და იმის წინა ვიდეოდან. კილუას ვიდეოდან რენდომ კომენტარის ავტორი არის ნოდო, ის წერს XD. არ ვიცი ამაზე რა კომენტარი შეიძლება რომ გავაკეთო. საგმირო აკადემიის ფილმის ვიდეოდან კომენტარი ეკუთვნის Black X. გაახმოვანე რა გთხოვ. მეგობარი უკვე გავახმოვნე და ავტვირთე საიტზე, თუ არ დამავიწყდება კომენტარებში იქნება ლინკი. ან უბრალოდ შედი საიტზე და იქ პირდაპირ ნახავ მას. კარგი, კომენტარებს მორჩი, ამიტომაც გადავიდეთ ინტროზე. მოდი დავიწყებ ანიმეებით, რომლებიც ამ დროის მანძილზე ვნახე. პირველი არის საკმაოდ ძველი 2010 წლის ანიმე, რომლის მიმიც დარწმუნებული ვარ, რომ ყველას გაქვთ ნანახი. ანიმეს სახელად პრეზიდენტი მოახლე, ან იგივე რაც კაიჩო ვა მეიცამა. ძალიან სასაცილო, მხიარული და ამავდროულად თბილი ანიმე, რომელიც სიამონებას განიჭებს ყურებით. მოკლედ რომ თქვა, სიუჟეტი ვითარდება სკოლაში, რომელშიც 90%-ზე მეტი ბიჭია. სკოლის მოსწავლეთა კომიტეტის პრეზიდენტი არის გოგონა, რომლებსაც დიდად არ მოსწონს ბიჭები და ყველანაირად ატერორებს მათ. გოგონა სკოლაში დიდი რეპუტაციით სარგებლობს და ყველა მას პატივს სცემს, უფრო შიშის გამო. თუმცა გოგონას აქვს ერთი დიდი საიდუმლო, რომლის გამხრაც მას არ სურს. ის მუშაობს ერთ კაფეში, მიმტანად. არა, უფრო მოახლე მიმტანად, რომელიც სტუმარს ბატონად მიმართავს და ემსახურება მარტოსულ ბიჭებს. გოგონა მაქსიმალურად ცდილობს ეს საიდუმლო დარჩეს, მაგრამ უეცრად სამუშაოზე ის დაინახავს მის პარალელურ კლასელს, რომელიც საკმაოდ ლამაზი და სიმპათიურია, ამავდროულად კი საკმაოდ ჭკვიანიც. ამ ბიჭს უკვე იმდენმა გოგომ აუხსნა სიყვარული, რომ გოგოებისადმი ინტერესი საერთოდ დაკარგა, მაგრამ ამ გოგომ რაღაცით ჩაითრია ის. სპოილერებს აქ შევიწყოთ და ზოგადად ანიმეზე ვისაუბრებ. პირობას გაძლევთ, რომ ამ ანიმეში ნამდვილად ისიამოვნებთ ხუმრობებითა და მაიმუნობებით. გოგონა ვერ ხვდება ბიჭი, როდის ეხუმრება ან როდის ესაუბრება სერიოზულად. ასევე არიან პერსონაჟები, რომლებიც შეგაძულებენ თავს, ან პირიქით, იმდენად შეგაყვარებენ, რომ მათთან დაშორება აღარ მოგინდებათ. ეს ანიმე კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ იაპონელებს წარსულში უფრო კარგი გემოვნება ჰქონდათ, ვიდრე ახლა აქვთ. ანიმეების წარსული ძიდების კიდევ ერთი მაგალითია ბერსერკი. ანიმეს პირველი სეზონი გამოვიდა 1997 წელს. მოგვიანებით 2012-13 წლებში გამოვიდა 3 ფილმი, რომელიც ზუსტად იმეორებდა პირველ სეზონს, მაგრამ უკეთესი ნახატითა და ანიმაციით. კი ვიცი, განსხვავებული ნახატია და დიდად სიამონებას არ განიჭებთ, მაგრამ ალბათ თქვენ მეორე და მესამე სეზონის ნახატი არ გინახავთ. იქ ნამდვილი ნაგავია. ფილმები, რომლებიც პირველ სეზონს იმეორებენ, საკმაოდ საინტერესოა. ვიხოდავთ იმისა, რომ არის გარყვნილი ანიმე წარმოუდგენლად რეალისტურია და ბოლომდე იძირების სიუჟეტში. ამ ფილმს აქვს ის დიდი განსაკუთრებულება, რასაც პერსონაჟების სიკვდილი ჰქვია. აღარ ენერებათ არავის მოკლა და პერსონაჟი, რომელიც შეიძლება ყველასთვის საყვარელი და საკმაოდ პოპულარული იყოს, ერთ თვალის დახამხამებაში მოკვდეს. სამწუხაროდ იგივეს ვერ ვიტყვი მეორე და მესამე სეზონებზე. ყველაზე დიდი ტრამა მაინც კასკას ასეთი მდგომარეობა იყო. ვისაც ნანახი გაქვთ, ხვდებით, ვისაც არა უყურეთ. გაგრძელებაში ნახატი უარესია, სიუჟეტი კიდევ უფრო უარესი, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ზოგი მომენტები მართლაც საინტერესო იყო. ახლა კი გადავიდეთ ანიმეებზე, რომლებსაც ახლა ვუყურებ. არ ვისაუბრებ იმ ანიმეებზე, რომლებიც უკვე ვახსენე სხვა ვიდეოში. პირველი ანიმეა Promised Neverland, ანუ დაპირებული ნევერლენდი, ან დაპირებული ადგილი, რომელიც არ არსებობს, კარგი ხო, სანამ რაიმეს ინტრიგეს ვიტყვი, გავჩერდები. მოკლედ, ანიმე საკმაოდ საინტერესოა. ეს არის ისტორია ბავშვებზე, რომლებსაც სურთ გაექცნენ ბავშვთა სახლიდან. ბავშვთა სახლიდან, რომელიც არის ფერმა. ფერმა, რომელიც ყიდის ბავშვებს, რომლებსაც კლავენ, მოკლულები, რომლებსაც ჭამენ. მოკლედ, საინტერესო ისტორია. ეს არის ისტორია ბავშვებზე, რომლებიც ცდილობენ შეიმუშაონ უსაფრთხო გეგმა, რათა გაექცნენ დედას, უბრალოდ დედინაცვალს და შეძლონ დამოუკიდებელი ცხოვრება მათთვის უცნობ სამყაროში. საინტერესოა, თუ იცით უცხოენ, აუცილებლად უყურეთ. მეორე ანიმე არის Overlord, ანიმე, რომელიც არის აღიარებული საოს მკვლელად.
მაგრამ გულწრფელად გეტყვით, მოლოდინი ვერ გაამართლა. კი, ასე თუ ისე საინტერესოა, მაგრამ მაინც არა ისეთი, როგორცაც ველოდი ფანების საუბრიდან გამომდინარე. საოსთან შედარება კი საერთოდ დიდი სისულელია. საერთოდ მხოლოდ ის აქვს, რომ პირველი სერია თამაშით იწყება. საოს სულ სხვა მუღამი ჰქონდა, ამას სულ სხვა მუღამი აქვს. იქ იცოდი, რომ პერსონაჟი გაიჭედა თამაში, სადაც თუ მოკვდებოდა, მაშინ აღარ გაცოცხლებოდა. მორჩა რეალობაშიც მკვდარია. ყოველმა ბოსმა, ყოველმა უბრალო NPC-მ შეიძლება მოკლას პერსონაჟი. NPC-ს თავი დავანებოთ, მოთამაშეებსაც კი შეეძლოთ ერთმანეთის დახოცვა. Overlord-ში კი არის მთავარი პერსონაჟი, რომელიც წარმოუდგენა ძლიერია და რომელიც აღმოჩნდა თამაშებიდან ფენტეზის სამყაროში. ჯერ მხოლოდ პირველ სეზონს უყურე, მაგრამ რაც ვნახე მხოლოდ ისაა, თუ როგორ ზღუდავენ პერსონაჟების ძალებს და მერე ერთიანად იყენებენ მათ. გინდ ძულის დრაკონთან ბრძოლა ავიღოთ და გინდ შალტერთან ბრძოლა. მოკლედ ასეთია ჩვენი დღევანდელი ვიდეო. იმედი მაქვს ბოლომდე უყურეთ. არ დაგავიწყდეთ 1000 ნახვა ახალი ვიდეოსთვის და 500 ლაიკი ნარუტოს ვიდეოსთვის. ეს იყო ბერსერკიერენი. ყველას მოვალ შეხვედრამდე ნახვამდის.